მოგესალმებით. იხილება სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულის ქრისტეფორა კოლუმბის მიმართ. საქმეს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. დანაშაული გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის უფლებით. თუმცა ჩვენი აიკიბაჟი, რომელიც მეფისა და დედოფლის ბრძანებით შეგვიერთდა, უმეტესად უმეცარი და უხთო კაცებისგან შედგებოდა. კრისტოფერ კოლუმბი არ იყო დამოუკიდებელი მმართველი. ის ჩემი ქვეშევრდომი იყო. კი, კოლუმბთან ერთად იმყოფებოდა და ამბობდით თქვით. და იქნებ მაგ კაცს უნდოდა რომ ყველაფერი რაც კოლუმბმა აღმოაჩინა ამერიკა. აიღო თავის თავზე. ამაზე არ დაფიქრებულ ხარ? ხო შეიძლება რომ ეგრე მყოფილიყო. მე ვთქვი, არა ზუსტად ეგრე. მე ვთქვი, სიჩუმე. დაფიცანი. ხანაწერიც აქვს. შემდეგ მოწმე. დავწყვეტ კოლუმბი არის მორა დამნაშავე. დიახ, ვიტყვი რომ კოლუმბი დამნაშავეა, რადგან მან ძალიან ბევრი საშინელება ჩაიდინა ტომის ხალხის მიმართ. რომ კოლუმბზე რადგან არის განხილვა, რომ კოლუმბი უდანაშაულია. პროკურატურის მხარეს, რადგან ძალიან ელემენტარული კითხვებს ვერ გასცეს მოწმეებმა იქიდან გამოსვლა. 7 მომხრეთი და 5 წინააღმდეგით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კოლუმბი უდანაშაულია.